ყველა აქტიური ადამიანი, ვინც კი უკანასკნელი წლების განმავლობაში არის ჩართული ქართული ოცნების რეჟიმის წინააღმდეგ მშვიდობიან ბრძოლაში, რა თქმა უნდა, მათი გზები დროდადრო გადის ეგრეთ წოდებულ პროკურატურაზე, ეგრეთ წოდებულ სასამართლოზე, ეგრეთ წოდებულ ციხის საკნებზე, მაგრამ ყველაფერი დროებითი და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ინტენსივობა მოიმატა და ამას აქვს თავისი ახსნა, ვინაიდან ივანიშვილი ხვდება, რომ ნახევრად დემოკრატიული წყობა, ანუ ნახევრად ავტოკრატიული რეჟიმი, ეგრეთ წოდებული ჰიბრიდული ავტოკრატიული რეჟიმი მისთვის არის ძალიან სახიფათო, რომ ხალხის რისხვა დაატყვეს იმდაგვარად, რომ მან ხელისუფლება დაკარგოს, ანუ იძულებულია რეპრესიები გაზარდოს, მაგრამ ამ რეპრესიების გაზრდას ხომ აქვს კონკრეტული ლიმიტი. მე პირიქით დღეს კიდევ უფრო ვწმუნდები, რაც უფრო მეტ რეპრესიულ ნაბიჯს გადადგავს ივანიშვილი, რაც არ უნდა პესიმისტურად იყოს ბავშვი განწყობილი, ხო? ივანიშვილის ხელისუფლების შესვლასთან დაკავშირებით, ეს რეჟიმი შეიცვლება. ეს რეჟიმი ვერ გახდება საბჭოთა საქართველო. ვერ გახდება საქართველო, საბჭოთა საქართველო. ვერ გახდება საქართველოს მოქალაქე, საბჭოთა საქართველოს მოქალაქე. ეს არის და ეს და დანარჩენი ხა ბრალთან დაკავშირებით იმდენად აბსურდული არის ყველაფერი და უკანონოა, რასაც ესენი აკეთებენ განსაკუთრებით შარშანდელი არჩევნების შემდეგ, ამაზე კომენტარის გაკეთებაც ალბათ არ გის.